ჩემო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის. ჩემო დედიკომ წამიკითხა ეს კომენტარები და ძალიან მოგეწონა. მინდა რომ დღეს ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ბევრმა ხალხს უნდა რომ იცოდეს ვინ ვარ და უფრო მეტი ინფორმაცია ჩემზე. ესე იგი, მე ვარ ნატალია, მე ვარ 7 წლის და მე დავიბადე საქართველოში, ქალაქ თბილისში. პატარა რომ ვიყავი, პრობლემა მქონდა ჯანმრთელობის და მეხმარებოდი თქვენ, რომ ოპერაციები გამეკეთა და შეიძლება უკვე გაგახსენდით. და ძალიან დიდი მადლობა რომ დაეხმარეთ ჩემ დედიკოს და მამიკოს, რომ ჩემი ჰემანგიომა აი აქ წარბზე და ტუჩზე აქ რომ მომეშორებინა. ესე იგი, ჯერ ეხლა მინდა რომ ვილაპარაკო რაღაცა სერიოზულზე, მაგრამ ისე ძალიან სერიოზული არ არის. ესე იგი, ბავშვებს და დიდებს შეიძლება ჩემნაირად გქონდეთ ჯანმრთელობის პრობლემა. ხო და შეიძლება ინერვიულოთ, რომ ვაიმე ძალიან ნერვიულობ მეთქი და არ უნდა ინერვიულოთ საერთოდ. იმიტომ რომ შეიძლება გიყურონ, შეიძლება დაგცინონ და მე შეიძლება იტირო. არაფერი ცუდი არ არის მაგაში, უბრალოდ ცუდი ხალხი არის და იმიტომ აკეთებენ, მაგრამ უფრო ეშმაკი არ არის ძლიერი, უფრო ძლიერი არის ანგელოზი და ღმერთი. ხო და ერთი იგავი მინდა მოგიყვეთ აი ამ სიტუაციაზე. ესე იგი, ერთი კაცი იყო და ერთი კაცი იყო და დათვი მეგობრად ყავდა. ხო და მე ერთხელ დათვი მოვიდა მოიყვანა ერთხელ კაცმა მოიყვანა დათვი სახლში. ხო და მე ამ კაცის თოლმა უთხრა ამ კაცს, რომ ვაიმე რა სუნიანი სტუმარი მოიყვანეო სახლშიო. და მე დათს ეწინა და სახლში წავიდა. მე თავიდან და მე რომ ნახა აი ეს კაცი დათმა უთხრა, რომ მოდი ნაჯახი ჩამარტყიო და რატო? და მე უთხრა უბრალოდ ჩამარტყიო. ხო და მე მართლა ადგა და ჩაარტყა ნაჯახი დათს კაცმა. მე სახლში მოვიდა, მე დღეები გავიდა და სახლში მოვიდა დათვი. ხო და მე თქვა, უთხრა კაცს, რომ შენ ნაჯახი რომ ჩამარტყიო, ის უკვე მომირჩაო, მაგრამ შენი ცოლმა რომ ენით გული მატკინაო, ის არ მომირჩაო. ხო და მორალი არის, რომ სიტყვები შეიძლება უფრო ატკინო ვიღაცას, რომ ვიდრე რომ რაღაცა სხეული ატკინო. ხო და მინდა რომ სულ გითხრათ, რომ არ ინერვიულოთ, არა, თუ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, არ ინერვიულოთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ განსაკუთრებული და ძალიან კარგი. თუ დაგცინიან, ეგ ხო იცი, წეღანომ გითხარით, სულ ეშმაკის საქმეა. ისეთი არ რომ ეს ეშმაკი მიდის სამსახურში და ისე ცუდ რაღაცებს აკეთებს ზუსტად. ხო და ესე იგი, არ ინერვიულოთ და ძალიან კარგად იქნებით, ვიცი, ყველა ჩემი მთელი გული მეუნება, რომ იქნებით ძალიან კარგად. ხო და ეს იყო ჩემი ვიდეო, მგონია რომ ცოტა ინფორმაცია მოგეცით
პრობლემებზე, რაც გაქვთ ჯანმრთელობის და მგონია იმედი მაქვს, რომ ძალიან მოგეწონებათ და დაგეხმარებათ ძალიან. მიყვარხართ!